ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს გახარიას პარტიაში პასუხობენ. სხვის ღალატზე ვიდრე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბრონ. ისტორია შეაფასებს, ვინ არის მოღალატე, აცხადებს გიორგი შარაშიძე. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში კითხვებზე პასუხის დროს მოღალატეები უწოდა მათ, ვინც პარლამენტში დეპუტატის მანდატით შევიდა. პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ღალატი არის ის, რაც მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით გააკეთეს სამოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარი წარმომადგენლების გარეშე დატოვეს 64-ვე მუნიციპალიტეტში და 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობა პირდაპირ აჩუქეს ოცნებას. ეს არის ღალატი. ღალატი არის ის, რომ ადამიანებს გაუქრეს ნდობა და იმედი ზოგადად არჩევნების მიმართ, რაც დიდი მონაპოვარი იყო საქართველოს ბოლო ათწლეულების დემოკრატიული პროცესის და რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამას ღალატი კი არ ქვია, ამას ქვია ჩვენივე მოქალაქეების ინტერესებში ყოველდღიური მუშაობა და მწვავე დაპირისპირება ოცნებასთან და ზოგადად პოლიტიკური პროცესის გადარჩენა, იმიტომ რომ აი ამ პარტიების უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგად, რა თქმა უნდა, იყო საფრთხე, რომ საერთოდ გამხრალიყო პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყნის პოლიტიკური რეალობიდან, რაც ჩვენ არ დაუშვით და ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ძალიან მწვავე დაპირისპირებას ოცნებასთან, ასე რომ ვინ არის ნამდვილი მოღალატე, ამას ისტორია განსაზღვრავს და ქართველი ხალხი დაარქმევს სახელს. აი ამ ვითომ ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარათ და ქვეყანაში სტაბილურობისათვის ყველანაირი ხელი შეშლელი პოლიტიკა გაეტარებინათ და ერთმანეთთან არ ყვიონ ახლა ვინ უფრო მაგარი მოღალატე. მან ეთყობა აქვს თავიანთი გრადაცია. ესე იგი, თუ ხარ უკიდურესად, ასე ვთქვათ, დაპირისპირებული ნებისმიერ სახელმწიფოებრივ კონსტიტუციურ ინსტიტუტთან, მაშინ ხარ ჭეშმარიტი მოღალატე და თუ ხარ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად კავშირში ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტთან, მაშინ ხარ უბრალოდ საწყალი მოღალატე.